მოგესალმებით მეგობრებო, ალბათ უკვე ყველას გეცოდინებათ, რომ მე ვარ მესამე აუთსაიდერი. ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ქუთაისელმა ბიჭებმა დამსვეს აუთსაიდერის სკამზე. აქ დავდებ ჩემ ნომერს და რა თქმა უნდა ყველამ ხმა მომეცით მე. მინდა გავაკეთო კომენტარი იმაზე, რომ ამ სახლში გაჩერება უკვე არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ზუსტად ის ადამიანები, ვინ სამართლიანობას ქადაგებენ, არიან იდეაში ყველაზე უსამართლო ადამიანები. მოდი საუბარს დავიწყებ ქუთაისელ ბიჭებით, იმიტომ რომ ეგენიც არიან ამ კოალიციაში, ასე ვთქვათ და მე გვანცა და ლორენცო ვართ სრულიად გარიყულები აქედან, იმიტომ რომ არ ვართ მათ კოალიციაში და ცდილობენ ჩვენ მოშორებას. როდესაც გიორგი პარიზი ზის და არაფერს არ აკეთებს, მხოლოდ წიგნს კითხულობს, არსად არ ერევა არც ერთ კონფლიქტში, არც ბიჭების მხარს იჭერს, არც გოგოების, მაქსიმალურად ცდილობს კვირიდან კვირამდე მივიდეს არაფრის კეთებით, რომ ფინალში ესე გავიდეს. ასევე ბონდო, რომელიც სამწუხაროდ მეგონა ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან, მაგრამ უკვე ქალების შეურაცხყოფები დაიწყო. რა ვიცი, 1500 კაცზე გადამხტარი უწოდა გვანცას თუ მე ეგ დღემდე ვერ გავიგეთ ეგ თემები კარგად, რაღაცების ახსნა დაიწყო, რომ ესე არ იყო და ასე შემდეგ, მაგრამ იდეაში ყველამ კარგად იცის რა როგორ იყო. ლორენცო, რომელმაც კოკა-კოლა შეასხა ბონდოს, ძალიან ბევრი რამე მოხდა ამ ერთ კვირაში ისეთი, რომ სამართლიანი იქნებოდა ამ სამი ადამიანიდან რომელიმე აერჩიათ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და დაესვათ აუთსაიდერის სკამზე, მაგრამ არა, ჩემი მოშორება მოუნდათ და გადაწყვიტეს უბრალოდ ერთი უცენზურო სიტყვის გამო. და იუმორისტები ხალხო, იუმორისტებმა მისცეს კვანცას წითელი დროშა იუმორის გამო, ანუ ხვდებით რა კოალიციაზე არის აქ საუბარი? რაც შეეხება ლელუსთან თავდაპირველად ძალიან პოზიტიური განწყობით ვიყავი განწყობილი, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირა ამ გოგოს რეალური სახე დავინახეთ და ასე ვთქვათ, არის ეს კოალიციის ლიდერი და ძალიან მაგარი მანიპულატორი, ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა ჩემს წინააღმდეგ განაწყოს მუზები, სტრიმებზე თქვენს შეხვდებოდათ ვიდეოები და ნანახი გექნებათ თუ ლელუ როგორ განაწყობს ჩემს მიმართ ცუდად მუზებს, რომ თითქოს მე მათ ვბაძავ, თითქოს მე მათ დავცინი ვარ კაბებზე და ჩემს შორტებს, ჩემს კაბებს განიხილავენ, ორღობეს გვეძახიან მე და გვანცას და მე, როდესაც შეურაცხყოფით მივდივარ მე ამ ადამიანთან, იმიტომ რომ 24 შვიდზე მლანძღავს და ცუდ კომენტარებს აკეთებს ჩემზე, სრულიად უმიზეზოთ, როდესაც მე მაგ გოგოს არ ვიყავი შეხებული საერთოდ და მაინც შემეხო, მე კიდე პრეტენზიებით გამოდის ჩემთან. რაც შეეხება ჯავახას, არ მინდა რომ კომენტარი გავაკეთო, უბრალოდ ვიტყვი, რომ ვარ საშინლად იმედ გაცრუებული, იმიტომ რომ ჯავახასგან მე ამ ყველაფერს მართლა არ მოველოდი. თავს იმართლებს, რომ ესე არ არის რაღაცაები, მაგრამ ყველა ვხედავთ სიმართლეს ელემენტარული წეღან სულ რაღაც 10 წუთის წინ ჰაუსის ოფიციალურ გვერდზე, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაიდო ვიდეო, სადაც ლელუ ეჭორავება ჩემზე და თვითონაც არაფერს არ ამბობს. ლელუ ამბობდა ჩემზე, რომ მარიამს არასდროს მოსწონდიო, ეხლა უკვე ახალ love story-ში გადაერთო ლორენცოსთანო, ანუ ხალხო არანაირი ლორენცოს და ჩემი love story არ არსებობს და არც იარსებებს არასდროს, იმიტომ რომ მე არ ვარ ეგეთი გოგო რა. რომ ჯავახასთან დავიწყე love story და მე ყველაფერს მოვჭით და უიმოდი ახლა ლორენცოსთან დავიწყო. ეგეთი რაღაც არასდროს არ მოხდება. არ ვარ მე მაგ ტიპაჟის გოგო და ეგეთი ადამიანი მე არ ვარ. ჯერ მარტო ჯავახას გამო ეგეთი რამე აქ არასდროს არ მოხდება, იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანების დაფასება და მე ეგეთი რაღაცები ნამდვილად არ მეშლება. არასდროს არ იქნება ჩემი და ლორენცოს love story, ეს არის სრული აბსურდი. უბრალოდ ლელუ ცდილობს, რომ ჯავახაც მაქსიმალურად ცუდად განაწყოს ჩემს მიმართ, რაც მე მგონი რომ გამოსდის. არ ვიცი, უბრალოდ შოქში ვარ. ახლა გავაკეთებ ბოლო კომენტარს ამ კოალიციაზე, სადაც ჩემი გვანცოს და ლორენცოს გარდა ყველა არის. თუ რატო დამსვეს ესე უსამართლოდ მე სკამზე და რატო არ დასვეს სამართლიანად მაგალითად ლორენცო, ბონდო ან პარიზი. პარიზი არის მაგათი კოალიციის წევრი, რომელიც რაღაცებში პატარ-პატარა საქმეებში ადგებათ.
ლორენცოს ვერავინ ვერ გაუქაჩავდა და ხმის ლიდერი გახდებოდა, რა თქმა უნდა და არ ეწყობდათ ლორენცოს სკამზე დაჯდომა. არა და ყველაზე მეტად მე მგონი რომ ლორენცო იყო დასაჯდომი, რადგან კოკაკოლა შეასხარა და ეს უკვე სერიოზული თემა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა არ დასვეს, იმიტომ რომ ქოთეისელებმა იცოდნენ რომ ხმის ლიდერი ისევ ლორენცო გახდებოდა და არ გაიფუჭეს ურთიერთობა, ასე თუ ისე მაინც ლორენცოსთან და ბონდო, რომელიც ერთ-ერთი წევრი არის მაგათი კოალიციის და რა თქმა უნდა მაგიტომ არ დასვეს ბონდო და მაგიტომ დამსვეს მე ამ სახლში ხდება უბრალოდ ძალიან ბევრი უსამართლობა არ ვიცი მე სამწუხაროდ ვერ ვადევნებ თვალს რა გადის სტრიმებზე რა გადის გადაცემებში უბრალოდ მინდა რომ ყველამ გაახილოს თვალები და ყველაფერი სერიოზულად არის დამჯერეთ უბრალოდ ხალხო ყველაფერი მინდა რომ დაინახოთ, კარგად გაახილოთ თვალები. ვინც ყველაფერს ვერ ხედავს, თუ რატომ მიმიყვანეს მე ამ ადამიანებმა ამ მდგომარეობამდე, თუ რატომ ვარ მე ეს მდგომარეობაში, თუ რატო იქცევიან ლელუ, გუშინ ჩემთან და გვანცასთან მოდის, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ გადაცემაში გავა და აი ესე მიგვითითებს, რომ დროზე ოთახებში შედითო ხელს გუშლითო. რატო როგორ აძლევს ეგ ადამიანი თავს იმის უფლებას რომ ეგეთ რაღაცები ისაუბროს ჩვენთან, როდესაც ეს არის ყველას სახლი და ყველას გვაქვს უფლება ვიყოთ იქ, სადაც ჩვენ გვინდა. უბრალოდ აქ უკვე ძალიან ზედმეტი რაღაცები ხდება. გამოაჩინეს თავიანთი ბოროტული და ბოღმა სახე ყველამ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ხალხიც ხედავს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩანს თუ რა ხდება აქ.